მშვიდობისა, კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, My Video-ში, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. დღეს ორშაბათია და ტრადიციულად ამ დროს გვერდება კვირის ასტროლოგიური პროგნოზით მიხეილ ცაგარელი. დილა მშვიდობისა. მოგესალმებით, დილა მშვიდობისა, ბედნიერი დილა დღე და კვირა მინდა ყველას გისურვო და დადებითი განწყობა, მით უმეტეს საბაბით გვაქვს. შემოკარგებო დედამიწა სწორედ უკვე დღეიდან გადავიდა ფაქტობრივად დადებით ენერგოველში. ეს ძალიან კარგია, კი, იმიტომ რომ სადღაც 26 რიცხვამდე მაინც ეს პოზიტიური ენერგოველი შენარჩუნდება, რაც კარგია, იმიტომ რომ მოქმედებს ყოველთვის დადებითად ადამიანზე. განწყობა, უმჯობესდება, ურთიერთგაგებაც მატულობს, შესაძლებლობები ყველა დონეზე გაცილებით უფრო მეტი გვაქვს და ამიტომ შანსები იქნება ძალიან კარგი. ამინდიც ხო ხედავთ როგორია, ხო? ამინდიც კი წყალობს და ამ შემთხვევაში ნოემბერია თუ მაისია, ბოლომდე ვერ გავიგე დაიწყო რა ხდება გარეთ. ხო, რა სეზონია, რა თვეა, რა. მით უმეტეს ეხლა თბილისელები ცალკე გზნობთ ამას, მაგრამ დასავლეთში რა ხდება და იქ როგორც ხელა, ეს კიდე ისინი მოგიყვებიან ცალკე. 25 გრადუსია დღეს დასავლეთში გამოვაცხადეს. ამიტომ რაღაც გასაკვირი ამბები ამ კუთხით, მაგრამ სასიაოვნო. მაინც კარგია ხა სიტფომზე, ჩიტები ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს და რასტორა სამყაროც ამ შეხვედრაში გვეხმაურება დადებითად, ანუ შანსები პოზიტიური ყველა ზოდიაქოსთვის შანსი ექნება, ამიტომ უახლოესი ერთი კვირა ყველამ და აქტიურად გაიაროს. ბავშალოთ მთები. მრავალფეროვანი პერსპექტივებია ყველას. ეხლა გეომაგნიტურ დღეებს მივაქცევთ ყურადღება, თუ წინ მაგალითად წინა კვირას ჩვენ მქონდა 5 გეომაგნიტური დღე, ეხლა გვაქვს 3. ანუ სამშაბათი, 4 შაბათი და კვირა. და გეომაგნიტური შეგახსენებთ, ეს არის ის დღეები, როდესაც მაგალითად შეიძლება პრობლემები შეიქმნას ადამიანის გულსიზარღვიან სისტემას. ან მაგალითად წნევის კუთხით შეიცვალოს სიტუაცია. ან თუ გზნობთ ამ დღეებში თუ იგზნობთ უგუნებობას, თავის ტკივილებს, დისკომფორტს, აუცილებლად წნევას მიაქცევთ ყურადღება და შესაბამისი პროფილაქტიკა გამოიყენეთ. სხვა შეიძლება პროფილაქტიკა მინდა ვაუწყო ყველას, რომ არა მარტო დაუშვათ ყავით, შეიძლება მოახერხოთ და დაუშვათ წამლებით, იმის და მიხედვით თუ როგორ წნევა გაქვს, არამედ სხვა შეიძლება სოდითგანვე იყენებდნენ ამისთვის ლითონებს. მაგალითად ოქრო. ოქრო ყოველთვის დაბლაცებს წნევას. თუ მაღალწნევიანი ჰიპერტონიკი, ხო? მაშინ ოქრო არავითარ შემთხვევაში აქ ვერცხლის ისეთი ფასი აქვს, ხო? მესმის, მაგრამ ზოგს აქვს შემონახული რაღაცა ძველი. მაგალითად სპილენძს რო იკეთებდნენ. სპილენძი შეიძლება არეგულირებს და ასტაბილურებს. მაგრამ ოქრო ზევიწოვს, ვისაც დაბალი აქვს წნევა, იმათთვის ოქრო კარგია, მაგრამ ვისაც მაღალი აქვს ვერცხლი, ის დაადაბლებს. აი ეს პრინციპებიც გამოიყენოთ. ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, ხვალიდან ხდება ეს მოვლენა, იუპიტერი არის გამარჯვების მმართველი პლანეტა და ხდება ასევე რეტროგრადული უკუმავალი. ეხლა იუპიტერის რეტროგრადულობა ნიშნავს რას, რომ იგი ისევ და ისევ როგორც ყველა რეტროგრადული პლანეტა გვაბრუნებს უკან, ოღონდ რასთან მიმართებაში. მაგალითად, აქ შეიძლება იყოს ურთიერთობა საკანონმდებლო სფეროსთან. იუპიტერი ეს იურიდიულ სფეროსაც მართავს და აქედან გამომდინარე რა იყო რაღაც კანონები, რომ ეს თავის დროზე ვერ მიიღეს, ან მიიღეს და არ წარიმართა ის სწორად და რაღაცამ შეუშალა ხელი. აი აქეთ დაბრუნების. მათი შეიძლება ახლებურად განვითარების, ან შეიძლება შეცდომების გაანალიზების დროა. ამასთან ერთად მოდი ამშვიდობთ, რომ აი თუ თქვენ გქონდათ ესეთი შესაძლებლობა, რომ ადრეულ პერიოდში სადღაც ისვენებდით, ანუ ცხოველში ან რაღაც ურთიერთობა გქონდა და მე ვეღარ მოახერხეთ და სულ რჩებათ, რომ აი ეს დარდათ, რომ აი ნეტა კიდე მოხვდე იქ. აი ახლა გაქვთ ამის შანსი გადასცა, რომ შეიძლება მოხვდეთ ზუსტად იმ ქვეყანაში უცხოეთისა, რომელზეც ოცნებობდით, ადრე იყავით და ვერაფრით ვერ ახერხებდით. აი ახლა იქ დაბრუნება მოსაოდნელია და უშეთ ყავდათ უცხოელი მეგობარი ან პარტნიორი, რომელთაც რატომღაც ურთიერთობა მე ან გაწყდა, ან რაღაცა ცვლილებები მოხდა ესეთი, რომ აი კარგი ხანი ერთმანეთი არ გინახიათ. აი ახლა შეიძლება შეეხმიანოთ ერთმანეთს, ისე მოინახულოთ ერთმანეთი და ამ ურთიერთობებით ისე ამუნოთ ერთ სიტყვით. საშუალო ეს ყველაფერი შეიძლება, აი მაგალითად სპორტი, ხო? შეიძლება რაღაც ძველი სპორტული დაუშვათ რაღაცა პრინციპები ან რაღაც ძველი სპორტული ამბები გავიხსენოთ ამ შემთხვევაში რა ხდებოდა, როგორ იყო და შემდგომ აი უკან დაბრუნება და გამოსწორება რაც თვალია, ხო? აი იყო რაღაც მეთოდოლოგია, რომელიც დაუშვათ გუნდმა თავის დროზე დაიწყო, კარგად აწყო, მაგრამ მე რატომაც გადავიდა, დაუშვათ წველი შეეცვა, გადავიდა სხვასთან. აი იქი დაბრუნება. ეხლა ახლებურად აწყობა ამის.
ანუ ეხლა გვაქვს თან იუპიტერია გამარჯვების პლანეტა ის გვეუბნება რომ დაუბრუნდით იმ სწორედ საინტერესო იდეებს პროექტებს შეიძლება დავუშვათ იმ ადამიანებს და მოვლენებს რომელიც რატომღაც თავის დროზე იყო წარმატებული მე ეს მივიწყეთ ან რაღაც ახალზე გადადით სხვადასხვა ამბების გამო და ეხლა ისევ შეგიძლიათ დაბრუნდეთ და ისევ იყო წარმატებულად განავითაროთ თავიდან ეს ყველაფერი აი ამის შესაძლებლობები გვაქვს უკვე ხვალიდან ანუ სამშაბათიდან ეხლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს ეხლა ყველა ნიშანს აქვს კარგი პერსპექტივები იმიტომ რომ კვირა როცა კარგია და დედამიწა დადებით ერგოველშია ყველა ნიშანს ეძლევა შესაძლებლობები იმისა რომ ახლებურად გამოავლინოს საკუთარი მონაცემები და იყოს უფრო მეტად წარმატებული აი დავიწყოთ ვერძით ეხლა მაგალითად ვერც და ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია ვერ ვიტყვი რომ ეს ნიშანი ეხლა ისეთ ჯანზეა რომ როგორც რიცის ხოლმე მაგრამ საკმარისი ენერგია ყოველთვის აქვს მას ცუდ პერიოდშიც კი იმისთვის რომ აქტიურად იმოქმედოს მაგრამ ეხლა მოდი ამოვშოთ რა ვერც აქვს ძალიან კარგი შანსები ურთიერთობების კუთხით აი შეიძლება დაალაგდეს ურთიერთობა დაალაგდეს პრობლემები იყო რაღაც გადაუწყვეტი საკითხები აი ახლა გადაწყდება უკვე ეს საკითხები თქვენ შეიძლება შეერთოთ რაღაც საინტერესო ახალ პროექტებში თქვენ შეიძლება ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბოთ ერთადერთი რა სითხოს თქვენგან სამყარო კოსმოსი ენაზე კბილის დაჭერას საიდუმლო დაიცავით ანუ თქვენ ხომ მოლაპარაკე ნიშანი ხართ გულგახსნილი ნიშანი ხართ ექსტრავერტი მესმის მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ დაგაზიანებთ წინ და წინ არაფერი არ გათქვა თქვენი გეგმების და შეიძლება პარტნიორული მომავალი თანამშრომლობის შესახებ და ასე შემდგომ და ყველაფერი უკვე მოწავა რაც მეტად ეხლა იქნებით ნაცრისფერი კარდინალი და კულისებს მიღმა და იმოქმედებთ მეტად გაიმარჯვებთ და წარმატებული იქნებით ამ დროს შანსები გაქვთ შვენიერი ვიმეორებ გინდათ გზავრობა გინდათ მოგზაურობა გინდათ პარტნიორული თანამშრომლობა გინდათ ფინანსური კუთხით გაუმჯობესება თქვენი შესაძლებლობებისა ეს ყველაფერი რადიკალურად მოემართებს უკვე ამ კვირიდან და აქედან გამომდინარე იაქტიურეთ ოღონდ გადაღლის გარეშე. რატო გადაღლის გარეშე? იმიტომ რომ ენერგოტონუსი მაინც ცოტა დაბალი გაქვთ. ამიტომ ზედმეტ თუ ახლა ჯანმრთელობას თუ ზიანს მიაყენებთ, რადგანაც ესეთი ამპული ან წარმატება, ხო? რაც შეეხება კუროს. კუროს კარგი პერიოდია, ენერგოტონუსი მატულობს. ამიტომ ნელ-ნელა ეს ნიშანი რო იტყვიან ჯანზეც მოდის, განწყობა უმჯობესდება, ფსიქოემოციურად უფრო სტაბილურდება და შესაძლებლობებიც უდაოდ კარგი. სვაშო შემოქმედებით ინჭის უნარის გამოსავლენად, შემოქმედებით მუშაობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, რადგან ემოციურად შვირდება, საკითხებს უკვე წყვეტს, არახისტად და ზედმეტი სიჯუტი და პირდაპირ არ შეუძლია უკვე მეტი დიპლომატია გამოავლოს, მეტი კომპრომისები იპოვოს, მეტად ასე ვთქვათ, მშვიდობიანად წარმართოს ურთიერთობები, ნერვულ სისტემა უკვე ამის საშუალებას მას აძლევს. და ამასთან ერთად აუშვეთ რომ ძალიან კარგი პერიოდია, მათ შორის ფინანსური კუთხითაც, პარტნიორული თანამშრომლობის კუთხითაც, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორული თანამშრომლობა, გინდ ბიზნეს, გინდ საქმიან ურთიერთობებში იქნება ძალიან ნაყოფიერი და თავპირადი ურთიერთობაც თუ დაალაგებული აქვს ამ ნიშანს, წარმატების ფაქტორი კიდევ მეტად მოიმატებს. მაგრამ თავარი პრობლემა რა არის? ზედმეტ ფინანსურ ხარჯს ახლა მოვერიდოთ. იმიტომ რომ აქ აუცილებლად იქნება ისეთ სიტუაციები, სადაც შეიძლება მაგალითად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მოგაწვიან რაღაც ისეთ წინადადებებს, რომელიც დაგაინტერესებთ, ჩათვლით, რომ აი ძალიან კარგია და ძალიან დიდ ფინანსურ მოგებებს მოგცემთ, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არ მოგცემთ ეს იმ ფინანსურ მოგებას, რის იმედი გქონდათ, ამიტომ კარგად გაიაზრეთ. ნუ ჩქარობ, სანამ ფულს ამოიღებ ჯიბიდან 7 ჯერ გაზომეთ ერთხელ გაჭერით, ფრთხილად იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, რომ შეცდომა არ დაუშვათ. ეხლა ყოველ შემთხვევაში ზედმეტი ფინანსური რაც აუცილებელია, ის უნდა შეიძინოთ, მაგრამ ზედმეტი ფინანსური ხარჯისგან ჯობია თავი შევიკავოთ. რაც შეეხება ტყუპებს, აი აქ ტყუპებს აქ ისევ გაურების მომენტი რა კუთხით. ერთი მხრივ პერიოდი ძალიან კარგია საქმიანი კუთხით, მეორე მხრივ ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია. ანუ ეხლა ამ ნიშანს ყველაფერი უნდა, რატო? იმიტომ რომ გზნობთ რომ მოდის ყველაფერი, წარმატება, იღბალი მის მხარეს არის, პარტნიორული თანამშრომლობა შვენივრად ვითარდება, ურთიერთგაგება მაღალია, მისი იდეები მოწონებულია სხვების მხრიდან, ძალიან კარგი პერიოდია, გინდა მგზავრობა მოგზაურობის კუთხით, თუ უნდა აქ შეუძლია სხვა შორის შემოქმედებითაც იმუშაოს, ანუ კარიერულად წავიდეს წინ, ფინანსური კუთხით გაილაღოს, კი, შანსები კარგია, მაგრამ ამას შეიძლება სუგადარიოს ეს ნიშანი. რატო? იმიტომ რომ ამ დროს ტონუსი არ აძლევს ამის საშუალებას. ეს ნიშანი შედარებით ადვილად იღლება და უშუალოდ სხვა პერიოდისგან განსხვავებით არ დაუნდა. და ამიტომ შეიძლება 10 საქმეს ერთად მოკიდოს ხელი და გააფუჭოს და ვერც ერთი ვერ ბოლომდე ვერ მიიყვანოს. ამიტომ ჩემო კარგებო, კარგად განსაზღვრეთ.
რის საშუალებას გაძლევთ თქვენი ორგანიზმი. ნუ გადაიღლებით, თორე გადაღლის შემთხვევაში უკვე შესტომას დაუშვებ და გააფუჭებთ საქმეს. ამიტომ კარგად გაიაზრეთ რა არის პრიორიტეტული, რა შეგიძლიათ მოკიდოთ ხელთ, თუნდაც იყოს 2-3 საქმე, ოღონდ ისეთი, რომ თან დასვენებაც მოასწრო და თან ეს საქმეც განახორციელოთ. მაშინ იქნებით გაცილებით წარმატებულები. და თუ თქვენ ახლა გადაიღალეთ და იმდენ ამას მოკიდეთ ხელი, რომ თქვენი ორგანიზმი ვერ კაჩავს და ავად გახდეთ, ნუ ახლა აზრი არა აქვს ხო ამას. ამიტომ ეს კარგად განსაზღვრეთ პრიორიტეტები და ორგანიზმის მდგომარეობა, თორე შანსები წარმატებისა უდაოდ ძალიან კარგი გაქვთ. რაც შეეხება კირჩხიბს, ეს კირჩხიბი არ უჩივის ახლა ორგანიზმს. პერეკი ჯანზეა, ძალიან აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, კარგი ორგანიზებული მონაცემები აქვს, ინტუიციურია, ძალიან ბევრი კარგია, კრეატიულია, მიმზიდველია, საოცრად. ამიტომ შესაძლებლობები აქვს ძალიან მაღალი. შრომის უნარიანობასაც არ უჩივის ამ პერიოდში. და ამიტომ გინდა კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობის მიღება წარმატებული იქნება, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას სიამოვნებით აიღებს საკუთარ თავზე და ინიციატივასაც გამოავლენს. ბავშვებთან ურთიერთობა გადასარევ, ახალგაზრდა თაობას უგებს მშვენივრად. ამიტომ როგორც პედაგოგი, აქაც გამოავლენს ძალიან კარგად თავის მონაცემებს, პროფესიონალური კუთხით, კარიერული წინსვლის პერსპექტივები აქვს, მშვენიერი, პარტნიორული თანამშრომლობა ძალიან ღმლიანი იქნება და ამასთან ერთად ფინანსურადაც შეიძლება საკმაოდ გაილაღოს. ამიტომ შანსები წარმატებისა ყველა დონეზე აქვს. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია წლის განმავლობაში, რომელიც ძალიან აქტიურად უნდა განვლოთ. ლომს რაც შეეხება ლომებო, აქ ენერგოტონუსი ცოტა დაბალია, გაითვალისწინეთ, ამიტომ თავარია რა, არ გადაიღალოთ, დაიღალეთ, მაგრამ არ გადაიღალოთ. და რატო დაიღალეთ? იმიტომ რომ შანსები, პერსპექტივები უდაოდ გაქვთ. მაგრამ გაატარეთ ეს კვირა სამშობლოში, იმიტომ სამშობლოში მეტი გაქვთ წარმატების შანსები ხა ვიდრე უცხოეთში. პლუს ჩვენ გვიზამ მნიშვნელოვანია რა. სტაბილიზაცია საყოფაცხოვრებო ურთიერთობებისა თუ რაღაც საყოფაცხოვრებო პრობლემა იყო, აი ახლა მოგვარებთ. ძალიან ადვილად მოგვარდება ეს ყველაფერი. რაც მეტად კარგი ურთიერთობები გაქვთ ნაცნობებთან, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან. აი ეს არის ის პლატფორმა, რომელიც დაგეხმარებათ ასოე წარმატების მიღწევაში ყველაფერში და უცებ აღმოაჩენთ, რომ თუ წინა კვირას მაგალითად თქვენ ვიღაცას აკრიტიკებდი და ეს იწვევდა საპასუხო რეაქციებს და კონფლიქტებს, ეხლა არა. თქვენი კრიტიკა არავის არ აღიზიანებს და პერკე ძალიან მშვიდად თავდება ყველაფერი, რაც ასევე ხელს უწყობს თქვენ შინაგან დამშვიდებასაც. ამიტომ პერიოდი საქმიანი კუთხით კარგია, მაგრამ რადგან ენერგოტონუსი ცოტა დაბალი გაქვთ, გადაღლის გარეშე იმოქმედეთ. რაც შეეხება ქალწულს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნიშანია, აქ ძალიან ბევრი რამ გამოსდის. გინდათ ინდივიდუალური შემოქმედება, გინდათ საქმიანი კონტაქტები, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა, ახალ იდეებში, პროექტებში ჩართვა, კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიონალური წინსვლა, განვითარება, უფრო მაღალ დონეზე ავა. ეს პერიოდი ხელს უწყობს ასევე შეხვედრებს, მრავალფეროვან მოლაპარაკებებს, საინტერესო ადამიანების გაცნობას, ახალი პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, მოგზაურობის კუთხითაც კი პერიოდი კარგი სწავლისთვის ერთ-ერთ საუკეთესო, ამიტომ შემოკარგებო ეხლა გაჩერების უფლება არ გაქვთ. რაც შეიძლება მეტი იშრომეთ, კონტაქტები, ურთიერთობები, გაიცანეთ ახალი ადამიანები, იმოგზაურეთ, ეს გაძლევს შანსებს, რომ მრავალფეროვანი ელფერი შეაძინოთ თქვენს წარმატებებს. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პერიოდია თქვენს ცხოვრებაში. რაც შეეხება სასწორს, მთავარი პრობლემა აქაც ფულია. სასწორთან მართებაში, რატომ? იმიტომ რომ ფული შემოდის. ადრეული საქმეებიდან შეიძლება პრემიები, ბონუსები მიიღოს. ეს გასაგებია, რომ ამ ხრივ კარგია, მაგრამ ხიფათია მისი უაზროდ ხარჯვისა. აი რა შეესაქმე. ამიტომ ახლა ზედმეტ ინვესტიციებს თავი დავანებოთ, მსხვილს კაპიტალ დავანებებს თავი დავანებოთ, ამის დრო მოვა, ცოტა მოგვიანებით და ფრთხილად იმ ადამიანებთან, რომ მიწესდებიან ახლა თქვენი ფულის გამოყენებას და აბსოლუტურად უაზროდ მის დახარჯვას. აი ამის ტენდენცია არის ყოველ სახიფათო ამ გვერდში. თუ ამას გაითვალისწინებთ და ფინანსებს ზედმეტად არ დახარჯავთ, მაშინ სვამხრივ პერიოდი კარგია. შემოქმედებითი უნარი ძალიან კარგი, შესაძლებლობა საინტერესო იდეების რეალიზაციისა გაქვთ, პარტნიორული თანამშრომლობაც მეტად ღმლიანი იქნება და თქვენი რეიტინგი საზოგადოებაში უდაოდ მადლობს. ამიტომ შესაძლებლობებით ახსოვსე პერიოდია, რომელიც უნდა აქტიურად უკვე გამლოთ όν გადაღლის გარეშე. ჯერ თქვენი ენერგოტონუსი არ არის სათანადო სიმაღლეზე. შემდეგ კვირიდან უკვე დაიწყებს ნელ-ნელა ამაღლებას. ამიტომ თუ არ გადაიღლებით, თქვენი მოქმედებაც იქნება უფრო წარმატებული და დროული. რაც თავარია. რაც ახლა რაც შეეხება მთავარ მოქმედ პირს, ეს არის მორიელი თავისთავად, ხო? მზე ახლა მორიელი ზოდიაქოს ნიშანშია, მორიელებო. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ თქვენ. გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ აქ შარმი მატლობს, კრეატიულობა, მიზიდულობა, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ადვილად ხდებით, არნახული ენერგია გაქვთ, მებრძოლის სულისკვეთება, უშშარი ხასიათი, ორგანიზატორული მშვენიერი, ნიჭი უნარი, გინდათ ბიზნეს საქმიანობაში, გინდათ ფინანსური კუთხით, გინდათ კარიერული კუთხით, ძალიან კარგი შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ
სად არის ძაღლის თავი დამარხული? ისევ თქვენში, კონკრეტულად რაში? რო გემატებათ ეს დიდი ენერგია, მთავარია ეს დიდი ენერგია არ იყოს სახიფათო თქვენთვის. რატო? იმიტომ რომ თქვენ გინდათ ამ დიდი ენერგიის გამო საფრი ემოციური შთაბეჭდილებების მიღება და ტოლვა მატულობს ექსტრემისადმი, ექსტრემალური მათ შორის სახეობებისადმი, თუნდაც სპორტისა. აი აქ ეღავით ხილად. აქ თუ თავს არ გაუფრთხილდი და ზედმეტი ექსტრემი მოინდომეთ, შეიძლება უსაფრთხო სუაც არ იყოს თქვენთვის. აი ამ კუთხით ვიყო ცოტა ყურადღებით ხილად და მეორე მომენტი. ენერგიის დიდი მატება შეიძლება გახდეს თქვენი სარკასტული გამოთქმების, თქვენი საფირმო სტრიხია, თქვენ ამის გარეშე ვერ ცხოვრობთ, გესლიანი გამოთქმების გარეშე, მაგრამ ახლა ეს ორმაგად მოიმატებს და ახლა ორმაგი მომატება ნიშნავს, რომ ორმაგი იქნება კონფლიქტების ალბათობა და ამით გაიფუჭებთ ამ გადასწორებულ პერიოდს. ამიტომ ამ ტენდენციებს მაქსიმალური კონტროლი დაუწესოთ, რომ ეს არ გახდეს ხელის შემშელი ფაქტორი ამ კვირაში, ამ თლიანობაში ერთ-ერთ წლის შემდგომი 2 კვირა ერთ-ერთი საუკეთესო გაქვთ წლის განმავლობაში და აი ამ ნეგატიურ ტენდენციებით ნუ გაიფუჭებთ. რაც შეეხება შილდოსნებს, სხვა ჩვენს გამოცოცხლებიან შილდოსნები, ისინი გადიან ახლა ურთულეს პერიოდს, დაბადების წინა პერიოდს, ამიტომ ერგოტონუსი მაინც ცოტა დაბალი გაქვთ. ეს გაითვალისწინეთ, ამიტომ ძალიან ნუ გადაიღლებით. დაიღალეთ ვიმეორებ, მაგრამ ნუ გადაიღლებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატო? იმიტომ რომ თქვენ გაქვთ სურვილი, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა კარგად გამოდის, ბამ ბევრი მოასწროთ. და აქედან გამომდინარე ფორსირებას ახდნეთ მოვლენებისა, ჩქარობთ, სულსტრაფობას და იმპულსურობას აქ ადგილი, რის გამო შეიძლება შესაბამები დავუშვათ. ამიტომ შემოკარგებო არ იჩქაროთ, მის მოზომეთ, მოდი ესე ვთქვათ, შესაძლებლობები თქვენი და ორგანიზმის მდგომარეობა და საქმეები შესაძლებლობა, არის შესაძლებლობები ძალიან კარგი გაქვთ. აქ მეგობრებიც გეხმარებიან, თანადგომა მოდის კოლეგებიდან, თანადგომა მოდის ხელმძღვანელთა პირებისგან. ამიტომ გაძლევთ ეს ძალიან კარგი პარტნიორული თანამშრომლობის შესაძლებლობას, ეს გაძლევთ ახალი ფინანსური წყაროების აღმოჩენის შესაძლებლობას, გაძლევთ ზოგიერთი იდეების რეალიზაციის საშუალებას და ახალ პერსპექტივებს კარიერული განვითარების კუთხითაც კი. ამიტომ საქმიანი კუთხით პერიოდი კარგი, მაგრამ როგორც ტყუპებთან, ასევე თქვენთან იგივე პრობლემა გაქვთ. კარგად განსაზღვრეთ, ნუ ჩქარობთ მithumetes გაწყვეტილების მიღებისას და საქმიანობისას და ეცადეთ რომ თქვენი ორგანიზმის მდგომარეობა შეუხამოთ იმ მრავალფეროვან შესაძლებლობებთან თანაბრად რომ მაგ არ გადაიღალოთ. თორემ მაშინ უკვე შესაბამებს დავუშვებთ. და გახსოვდეთ რომ ენაზე კბილის დაჭერა ისევ აუცილებელია თქვენთვის, იმიტომ რომ ფარო მტრებს და მოშორნეებს არ ძინავთ ამ გვერდში. ეს გახსოვდეთ. და ზურს უკან რა ხდება, აკონტროლეთ. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია თხისკა, ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მომთმენი, მიზანსტრაფული, იღბლიანი. ამიტომ ქორწინებისთვისაც კარგი პერიოდია, სასკვალო კონტაქტებისთვის, ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან ურთიერთობისთვის, ბიზნეს პარტნიორებთან მშვენიერი კონტაქტი და ერთობლივი თანამშრომლობა ძალიან აყუფიერი, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების და საინტერესო იდეების რეალიზაციის დროა და რეფორმების პერიოდია, რაც მეტ სიახლეებს შემოიტანთ, რანერ გავთ თქვენ საქმიანობაში, ურთიერთობებში, რაც მეტად სიახლეებს შემოიტანთ თქვენ ცხოვრებაში, ეს თქვენი წარმატების ფაქტორი, ამიტომ ინტერნეტთან აქტიური კონტაქტები. აქედანაც მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას, ეს ახალ საინტერესო იდეას ჩამოყალიბებს თქვენში, გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს და შეიძლება მათთან პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს ერთი სიტყვით. ერთ-ერთი საუკეთესო დროა თქვენ ცხოვრებაში და ორგანიზმი გაძლევთ საშუალებას აქტიური მოქმედებისა და წარმატების მიღწევისა. რაც შეეხება მერწყულებს, აქ მოდი ასე ვთქვათ, რომ წარმატებული ეს ნიშანი ფინანსური კუთხით. შეიძლება ფინანსური დივიდენდები მიიღოს, ფინანსური წყაროები აღმოაჩინოს, პრემიების, ბონუსების წინაშე აღმოჩნდეს, ამიტომ ეს აძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობებს რა კუთხით. მაგალითად, შეიძლება შეიძინოს აგარაკი, შეიძლება ახალ ბინაში გადავიდეს, შეიძლება ავეჯი შეიძინოს, საკუთრებო საკითხები გადაწყვიტოს და გაალამაზოს დაუშვათ თავისი ბუდე, ანუ შანსები იმისა, რომ თქვენ მნიშვნელოვანი საყიდლებიც გააკეთოთ აქ და გაალამაზოთ თქვენი ცხოვრება, უძრავოდ დიდი გაქვთ, მაგრამ საფრთხე სად არის? საფრთხე არის ჯანმრთელობაში. ანუ ენერგოტონუსი ჯერ დაბალია. ამიტომ ნუ გადაიღლებით. კიდევ ერთხელ მეორე, გადაღლა შესაბამებს დაგაშვებინებთ. ამ დროს შანსები გაქვთ კარგი, კი. ეს ყველაფერი უნდა ერთმანეთს ჰარმონიულად შევხმოთ, ბალანსი იპოვოთ. სხვანაირად ერთი მეორეს ხელში უვლის. ამიტომ იმოქმედეთ, იმოძრავეთ, რაც შესაძენია შეიძინეთ და მოეწყოთ როგორც საჭიროა, ოღონდ თან დაასვენეთ საკუთარი ორგანიზმი.
აი ეს არის მთავარი, რომ ეს ბალანსი იყოს შენარჩუნებული და თევზებს რაც შეეხება მესამე ფავორიტი ამ პერიოდისა, ინტუიცია, ზემდგრადი, კარგი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, იდეური აი ლიდერი ხდება ნებისმიერ ორგანიზაციაში, ნებისმიერ ჯგუფში. თუ გაქვთ რაღაც სასამართლო პროცესები, რომელიც არაფრით არ წყდებოდა და ჯანჯდებოდა, აი ახლა შეიძლება გადასწრეს უახლოეს და ორ კვირაში ძალიან სასიკეთო თქვენთვის და წარმატებულად. ამასთან ერთად შემოქმედებითი კარგი ნიჭი, საუკეთესო დროა უცხოელებთან კონტაქტისთვის. აი ახლა მგზავრობა, მოცხოვრობა, მივლენება უცხოეთში იქნება ძალიან წარმატებული. ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა უცხოელებთან, სწავლა უცხოეთში, უცხოენების ათვისება ძალიან კარგია. პარტნიორული თანამშრომლობა ძალიან კარგად მიდის, მატერიალური გამარების გამოჩვენების შანსებიც გეძლევა და ახალ საინტერესო იდეებს შეიძლება ჩაეფლოთ, რაც თქვენს პროფესიონალურ წინსვლასაც შეუწყობს ხელს. ესე იგი 12-ვე ნიშანს აქვს ინფორმაცია. ძალიან კარგი შანსები შეიარაღებული და გაფრთხილებული შესაბამისად. მთავარია რომ დადებით პოზიტიურ ველშია დედამიწა და შესაბამისად ეს კვირაც იქნება ისეთივე წარმატებული. Როგორცაც მოინდომებ ჩემო ძვირფასო, იმიტომ რომ ბედის წერა მაინც ვფიქრობ, რომ ზუსტად იმ პროცესს ქვია, სადაც შენც იღებ მონაწილეობას, შენს წერა ბედის წერაში. გამოიყენეთ ეს ინფორმაცია დანიშნულებისამებრ, მომდევნო ორშაბათს კი ჩვენ ისევ შევხვდებით ამ ფორმატში და კვლავ მოგაწვდით კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს. მადლობა ყურადღებით.